Ladies and gentlemen, from Kyrgyzstan, Bekbosun Toktosum, age 25, weight 60 kilograms, height 160 centimeters, biceps 40, forearm 36 centimeters. Once again, everybody applause, please. Bekbosun Toktosum, 25 წლის, წონა 60 კილოგრამი, სიმაღლე 160 სანტიმეტრი, ბიცეპსი 40 სანტიმეტრი. Avcıdalı, Kırgızistan'dan Bekbosun Toktosum. Ahlaki ჩვენი ქართველი პალავანი, სრულიად მსოფლიოს ფავორიტი, ყველასათვის საყვარელი მებრძოლი, ჩვენი ქართველი ლეგენდა, რომლის ასაკიც გახლავთ 53 წელი მეგობრებო. მისი წონა 57 კილოგრამი, სიმაღლე 156 სანტიმეტრი, ბიცეპსი 40 სანტიმეტრი. Avcıdalı, ნამდვილი ქართველი, მებრძოლი სულისწონე, ერთად ვახტო! Ladies and gentlemen, Vakhtang Kakhovadze, age 43, weight 57, height 156, biceps 38, forearm 38. მეგობრებო, ეს ის მომენტია, როდესაც დარბაზი შეგიძლიათ დაანგრიოთ, ოღონდ არა პირდაპირ გაგებოთ. იწყება დღევანდელი საღამოს მთავარი მატჩი, რისთვისაც ამდენი ხალხი შეიკრიბა აქ. ვახტანგ კაკხოვაძე ყირგიზი მეტოქის წინააღმდეგ. მთავარი შეხვედრა დღევანდელი მატჩის. ნახოთ რა მოხდება. ემოციები სხვა არის მეგობრებო აქ. ნამდვილად. ყირგიზი მეტოქე ითხოვს, რომ მაგიდასთან იყოს კიდევ უფრო მაღლა. ანუ წამოიწევს მისი ფეხსადგომი, მაგრამ ეგ უკვე წამოწეულია და ფიზიკურად მეც ვერ წამოიწევა და მაგასთან დაკავშირებით გამოთქვა პროტესტი. რაც შეუსაბამო იყო ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ მაქსიმალურად იყო წამოწეული. იწყება დღევანდელი მატჩი. საინტერესო შეხვედრა. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ფოლი. გაფრთხილება ვახტანგ კაკხოვაძეს. გაფრთხილება. კარგი დასაწყისი ყირგიზისგან. ვახტანგ კაკხოვაძეს აქვს გაფრთხილება. უნდა გამოფხიზდეს ვახტანგი ცოტათი. Fault
Vachtan Akhobadze. ერთი ფოლი ახტობა ვახტანგ ახობაძეს. ემზადებიან სპორტსმენები დასაწყებად. ნახოთ რა მოხდება. ყოჩა, კარგი დასაწყისი ვახოსგან. გაფრთხილება ყირგიზ მეტოქეს. ყოჩა ვახოს, ემოციები სხვა არის მეგობრებო ეხლა. ყოჩა ვახტანგ. ძალიან მაგარი მატჩია მეგობრებო. ერთი თითო გაფრთხილება ორივეს. ყოჩა. გაფრთხილება მიიღო ბეკბოსუნ დოქტორსუნმა, ასე რომ ორივე მებრძოლს სპორტსმენს კლავჭიდოს აქვს თითო გაფრთხილება. ისევ პირველი რაუნდი. ხო. Ladies and gentlemen, it's still first round. ამ შემთხვევაში მეგობრებო აქვს ორივე სპორტსმენს თითო გაფრთხილება და შემდეგი გაფრთხილება იქნება წამგებიანი ორივე სპორტსმენისთვის. ნახოთ რა მოხდება. ძალიან მაგარი მატჩია მეგობრებო. იწყება. საჯები ცდილობენ რომ გაასწორონ სპორტსმენები. აქ თითოეულ მილიმეტრს, თითოეულ სანტიმეტრს მნიშვნელობა აქვს მაჯისა და თითის შემთხვევაში. რეფერის გრიფი. საჯის ჩავლება. ეხლა საჯები მოაკიდიებენ ხელს სპორტსმენებს. აქ თითოეული გამოძრავება ფოლის ტოლფასია, რაც ავტომატურად წაგებას ნიშნავს, ვინაიდან ორივეს თითო გაფრთხილება აქვს უკვე. ემოციები სხვა მეგობრებო დღევანდელ შეხვედრაში. მეორე გაფრთხილება ყირგიზ მეტოქეს და გამარჯვება პირველ რაუნდში ვახტანგ ახობაძეს. გაფრთხილება აქვს ყირგიზ ბეკბოსუნ დოქტორსუნს. და ეს ას ნიშნავს იმას, რომ პირველი რაუნდის გამარჯვებული გახლავთ. ვახტანგ ახობაძე. Ladies and gentlemen, in the first round, the first point in the first round goes to Vachtan Akhobadze. რა ხდება? ბეკბოსუნი ჩავიდა. არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას თუ ეს მე მგონი თავარმა მწვრთნელმა აქ უნდა იმოქმედოს ახლა. ისე როგორც საჭიროა, სად გაიქცა ბეკბოსუნი? მოხვა პროტესტი ყირგიზი მეტოქის მხრიდან. არა, ბრუნდება, ემოციური ადამიანია ეს. თulis რო უსამართლოდ მოიქცენ, მაგრამ ეს არის შოუ, ბეკბოსუნ, come here. საერთაშორისო წესების მიხედვით ორი გაფრთხილება არის ერთი ქულა. შესაბამისად, ვინ არ ეთანხმება, ეს არ ვიცი, აქ არის პროფესიონალ საჯთა ბრიგადა და აქ სუბიექტურობა და მიკერძოება არ არის. საერთოდ. Ladies and gentlemen, Bekbosum Toktosum has 2 faults, and that's why the first round win goes to Vachtan Akhobadze. So, we go with the second round. მეორე რაუნდია მეგობრებო.
Second round. იწყება მეორე რაუნდი, მეგობრებო. საკმაოდ დიდი აქვს ემოციური ფონი და ძალიან ჭირს სპორტსმენებს მხრიდან, რაც ხელის გასწორება. დაიწყო მატჩი. ყოჩახ ვახტანგს კარგი პოზიცია აქვს აღებული. კარგი ბრძოლაა, მეგობრებო. და წესით ეს ბრძოლა ქართველის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. იმიტომ კარგი პოზიცია აქვს აღებული. და აი, კი ბატონო. არის ვახტანგის გამარჯვება. ვახტანგ ახაბაძე იმყარებს უპირატესობას და გამარჯვებამდე სულ რაღაცა ერთი რაუნდი აშორებს. 2-0-ია? 2-0. ერთი. სანამ პაუზა, მეგობრებო, როგორი შოუა? 1-0. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ემოციებს ვერ ვავალ. 1-0-ია მეგობრებო. საჯებმა ასე გადაწყვეტეს პირველი რაუნდი არ ჩაუთვალეს. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტ ლაზატს ძენს დღევანდელ საღამოს. 1-0 მეგობრებო. ბრავო ვახტანგ ახობაძეს, ასევე პატივისცემა მის მეტოქეს. ჩვენი მხრიდან პატივისცემა ყოველთვის აუცილებელია. ჩვენ ქართველები ვართ და არასდროს არ გვეშლება სტუმარმა სპეციალობა. Ladies and gentlemen, it's a 2-0 to Vakhtang Akhobadze, and the sportsmen they are getting ready for the third round. ძალიან დაძაბული ბრძოლა, ვათ. ორივე მებრძოლი ცდილობს, რომ თავისი საუკეთესო შესაძლებლობები გამოავლინოს და ემოციური ფონიც ძალიან დიდია ორივე მათგანისთვის. მესამე რაუნდი იწყება და ყველაფერი იმედია, რომ ამ რაუნდში გადაწყდება ვახტანგის სასარგებლოდ. მესამე. მოდი, გავამხნევოთ ყველამ ერთად. ტაში. Clap your hands for both the sportsmen. ემზადებიან სპორტსმენები მეორე რაუნდისთვის. იწყება მეორე რაუნდი მეგობრებო. ამ საინტერესო შეხვედრის წავიდა რიტმში. დაიწყო მეორე რაუნდი. აქაც ვახტანგის უპირატესობით მიდის ეს რაუნდი. აშკარა ჯაბრის თავისი. ოჩახ ვახტანგს. საჯების გადაწყვეტილებას ველოდებით. გაფრთხილება ყირგის მეტოქეს. გაფრთხილება ყირგისო. ვიდეო რეფერი.
ვერ გიგებს ვახტანგ. ისევ მესამე რაუნდია მეგობრებო. დაჯარიმდა კირგიზი ასეთ პირველი. თუ მეორე გაფრთხილებას მიიღებს, ავტომატურად ვახტანგი გახდება გამარჯვებული და დანარჩენს მაგიდა გუჩვენებს. Bekbosun Toktosun has fought. It's still a third round. Avida, sa, ka, twe, lo. Ყველა მეტად, sa, ka, twe, lo, sa, ka, twe, lo, sa. და ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საჯები დაბმა. დაბმა გადაწყვიტეს. საჯემ ეს იყო დასხლეტვა. ვახტანგი სრულიად წყნარად, სრულიად მშვიდად. ძალიან თავდაჯერებულია დღევანდელ საღამოს ჩვენი ვახო. Ladies and gentlemen, it's still third round. ისევ ხელები გაუსხდათ და გადაბმა იქნება საჭირო, ხო? ესე იგი ორივე ყავჭიდელ სურსომ შეეკრუნან ისინი მაჯებით, აი ამ თოკით. აი ესეთი თოკით კრავენ ხოლმე მეგობრებო, ამასაც დაგანახებთ, აი ესეთიც. გადაებმებიან ეხლა ერთმანეთს და ვეღარ დაუსხლტებიან. For the third round, ladies and gentlemen, referees will tie their hands. იწყება. დაიწყო ბრძოლა. ყოჩა ვახტანგს, მაგრამ კი, ნამდვილად დაჯაბნა თავისი მოწინააღმდეგეს ვახტანგმა და ამ რაუნდსაც გაიმარჯვეს სავარაუდოდ. ყოჩა ვახტანგს. ყოჩა მეორე გოლი, კიკიტა ორი გოლი მეგობრებო. ჯერ საბოლოო გამარჯვება არ არის. ანგარიშია
2-0 ძალიან კარგად 2-0 ორი რაუნდის შემდეგ ვახტანგ ახობაძის სასარგებლოდ მეგობრებო. მოკლედ ენა დამება რა. Ladies and gentlemen, Vakhtang Akhobadze leads 2-0. ეყოფა მესამე რაუნდს და მე მაგაზინზე ჩართე. ორი 0 არ დასრულებულა მეგობრებო, არა. ჯერ 2-0-ია, სამ გამარჯვებამდე არის ეს დაპირისპირება. ჩემი ემოციები დაკავშირებული იყო იმაზე, რომ უპირატესობა გაიმხარა ვახტანგ ახობაძემ, თუმცა რაღაც მომენტში შეიძლება მეგონა, რომ საბოლოო გამარჯვებაც იყო. შეისვენებენ სპორტსმენები, ახლა გადამწყვეტი რაუნდისთვის იკრეფენ ძალებს. ნახოთ დასრულდება თუ არა ყველაფერი მესამე რაუნდში თუ გააგრძელდება ბრძოლა. და კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენ სპონსორებს, გენერალურ სპონსორს, რომლის ორგანიზებითაც ტარდება ეს შეჯიბრი Grand Bellagio-ს, დიდი მადლობა, ასევე აჭარის სპორტის დეპარტამენტს და საქართველოს ლოტორს ეროვნულ ლოტარიას. Once again, thanks to Acharian Sports Department, Georgian Lotto. And ladies and gentlemen, we want to thank the main sponsor of the event, the Grand Bellagio. ვახტანგ ახობაძეს, გაუმარ! 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 გაიწელა პაუზა ორივე კლავჭიდელს დახარჯული აქვს საკმაო ენერგია და ჭირდებათ რეაბილიტაცია. იწყება მეგობრებო მესამე რაუნდი. ნახოთ რა მოხდება. იწყება მესამე რაუნდი მეგობრებო დაძაბული ბრძოლის. ნახოთ ვის დარჩება გამარჯვება მესამე უმნიშვნელოვანეს რაუნდში. უჭირთ საჯებსაც ახლა ხელის გასწორება რა თქმა უნდა. არ ემორჩილებიან სპორტსმენები საჯებს. მე მგონი მოუწევთ საჯის ჩავლება. თუ არ დაემორჩილებიან საჯებს. არ მივცეთ სალაპარაკო გეხვეწებით საჯებო ბოლომდე
ობიექტურად რა თქმა უნდა ყველაფერი. რეფერი საჯები აძლევენ მითითებებს, ბეკბოსუნს აქვს რაღაცა შენიშვნები, რომ თითქოს იქ მხარი არ არის გასწორებული და ასე შემდეგ. მე საჯებს ვეკითხები, აქვე ლეონ საგინაშვილსაც, ირაკლი ზრაკაშვილსაც დავეკითხე, ყველაფერი მიმდინარეობს ობიექტურად, ხო? ვის დაში ჭირდება, რომ ვინმეს მივცეთ სალაპარაკო, ნამდვილად არ არის ესე. ბოლო-ბოლო ყველაფერი ჩანს, აგერ 5 კამერით ვიღებთ. იწყება საბოლოოდ მესამე რაუნდი. მოკლედ ძალიან გაჭიანურდა ამ რაუნდის დაწყება. ნახოთ რა მოხდება. არ ემორჩილებიან სპორტსმენებს საჯებს არ უნდა რა თქმა უნდა ესეც სანახაობა ფოლებით გააფუჭონ და დაიწყო მესამე რაუნდი. კარგი ბრძოლაა მეგობრებო. ნახოთ რა მოხდება. კი ბატონო, ისევ მარტივად. გაფრთხილება კირგიზს. როგორ უწელება მეგობრებო, აი ნამდვილი main card-ი. ნამდვილად თავარ ბრძოლას როგორც შეშვენის ისე ვითარდება მოვლენები. გაფრთხილება მეგობრებო, მოკლედ მესამე რაუნდშიც 2-0, მესამე რაუნდში გაფრთხილება კირგიზს, ერთი ფოლი. მეორე ფოლი შემთხვევაში დამარცხება რა თქმა უნდა. ნახოთ რა მოხდება. So we have a third round. ყველანი ვხედავთ რომ გამოკვეთილი ფავორიტი ამ შემთხვევაში ვახტანგ ახობაძეა. აშკარად ჯაბნის თავის მოწინააღმდეგეს ყველა პოზიციაში. ოუზახი, არიდან, ოუზახი. ესე იგი ბალიშიდან, ეგრეთ წოდებული ფიქსატორიდან აუწევია ხელი კირგიზს და აქედან გამომდინარე ისევ შენიშვნა, აი ოპერატორს თხოვ, რომ აი მიხვდეს რაშია საქმე აუდიტორია, ესე როცა გიდევს ხელი, ბოლომდე უნდა გედოს და ესე არ უნდა აწიო. ანუ აი ესეთი მოქმედება დაფიქსირდა და მაგიტომ მიესა გაფრთხილება კირგიზ ბეკბოსუნ ტოქტოსუნს. წამყვანმა აგვიხსნა მკლავჭიდის წესები, ცოტა დარბაზში მსხდომი საზოგადოებისთვის გასაგები რო იყოს. ფოლი და ასე შემდეგ.
არის მაგის. აბა, კიდევ ერთხელ მეგობრებო, სა, ქა, თვე, ლო, სა, ქა, თვე, ლო, სა. არ ემორჩილებიან სპორტსმენები მსაჯებს. ნუ ამ შემთხვევაში ვახტანგისგან ეს ნაკლებად მოდის. უფრო ყირგიზ მეტოქეზე თუ ვიტყვით ამას. ასწორებენ ეხლა მსაჯები მაქსიმალურად ხელს, რა თქმა უნდა, არანაირი სუბიექტურობა და არანაირი მიდგომა.